აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს რაშად ფაილოღლუ ისმაილოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო გაღრმავებას შეეხო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ელჩს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემოს შესახებ ესაუბრა. რაშად ფაილოღლუ ისმაილოვი ელჩად დანიშნამდე კომპანია სოკარში დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. Это у нас уже налаженная система. Ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობები დავამყაროთ. ეს ნაწილი ჩვენ უკვე მოგვარებული გვაქვს. ახლა მთავარი ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებაა. აჭარა განსაკუთრებული რეგიონია. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ვისაუბრეთ სამომავლო ურთიერთობებზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე. ჩვენ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან გვაქვს, მაგრამ გვაკავშირებს საუკუნოვანი ძმური ურთიერთობა. თანამშრომლობა მსგავს თბილ მეგობრულ გარემოში სამომავლოდაც გაგრძელდება. აზერბაიჯანის სახელმწიფო არის სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საელჩო და წარმომადგენლობა, სრულუფლებიანი ელჩი ყავს, ამავე დროს ბათუმში არის გენერალური საკონსულო. ეს მიუთითებს იმას, რომ ჩვენი რეგიონი და ბათუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი აზერბაიჯანისთვის და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, საინტერესოა, როცა გახსნილი აქ საკონსულო, ეს გვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ტურიზმის განვითარებაში და იმ აზერბაიჯანელი ტურისტებისთვის საკონსულო სახარსებობა არის დამატებითი კომფორტი, ასევე ჩვენ თანამშრომლობთ საინვესტიციო მიმართულებით და საკონსულოსთან და საელჩოსთან ამავე დროს მუშაობთ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.